თბილისის მერიის ახალი ინიციატივა უკვე ძალაშია. ქალაქის ყველა უბანში გაიხსნეს სავაჭრო ობიექტები, სადაც პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და მინიმალური ფასები დაგხვდებათ. სავაჭრო ობიექტები ყოველ კვირა დღეს დილის 9-დან 17 საათამდე იმუშავებს. რას რა ფასად შეიძენთ ახალ ობიექტებზე? ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. დედაქალაქის ყველა უბანში თქვენ სახლთან ახლოს დღეიდან სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. ახლა უკვე თბილისელებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეძენა ზუსტი წონით და დაბალ ფასად შეუძლიათ. იმისთვის რომ წინა საახალწლო მზადება თბილისელების ჯიბეს არ დაეტყოს, მერიამ პროექტის დასაწყებად ეს პერიოდი გამიზნულად შეარჩია. ძველი თბილისის რაიონი, ვერის ბაღის წინ, მოედანი, ისანის სამგორის რაიონი, მეტრომშენი, ყვარლის მოედანი. ეს ის სარეკლამო რგოლია, რომელიც ტელეეთერით უკვე რამდენიმე კვირა ატრიალებს და თბილისელებს მერიის ახალი სოციალური პროექტის შესახებ ინფორმაციას აწვდის. სავაჭრო ობიექტები თბილისის ყველა უბანში 12 ადგილას გაიხსნა. თბილისის მერიის ახალი სოციალური პროექტის მიხედვით მოსახლეობას საშუალება აქვს სასურველი პროდუქტი სუფთა და სასიამოვნო გარემოში შეიძინოს. პროექტის პირველ დღეს დახლებთან მყინველთა ნაკადი არ წყდებოდა. მე ახლა შევიძინე ხახვი, შევიძინე ბატონო ფორთოხალი და ბანანი. ბანანს მაღაზიაში ძალიან ძვირად ყიდულობ, ხახვსაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ეხლა კივი უნდა ავიღო 5 კილო. იმიტომ რომ ამ ფასს მირჩევნიან აქ ვიყიდო, ბაზარში ძალიან ძვირია და ვერ შევწუდები. პროექტი გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში. თავისთავად ეს პროექტი რამოდენიმე მიმართულებით არის საინტერესო, იმდენად რამდენადაც აქ შეიძლება მოქალაქემ შეიცნოს სუფთა, ნატურალური და რაც მნიშვნელოვანი ადგილობრივი წარმოების, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე პროდუქცია. ეს სავაჭრო ობიექტი ხელს შეუშლის მიმდებარე სავაჭრო ობიექტებში ფასების დასს, რასაც ტრადიციულად ადგილი ჰქონდა საახალწლოდ, 2-3 იზრდებოდა ფასები და შესაბამისად ყველა კმაყოფილია და ვფიქრობთ, რომ 3 საათამდე ჰქონდა დაგეგმილი ბაზრის ამ სავაჭრო ობიექტის მუშაობა, მაგრამ გადაიწევს და საღამომდე შესაძლებელია გაგრძელდეს. დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დასაქმებას ამ პროექტშიც მთავარი როლი აქვს. საკვირაო ბაზრებზე თბილისის მერიამ პირველ ეტაპზე 100-ზე მეტი მოქალაქე დაასაქმა. მოვაჭრეების 3 მთავარი კრიტერიუმებით ფასდებოდნენ: პროდუქციის სახეობები, ხელმისაწვდომი ფასი და ჯანსაღი პროდუქტი. ჯერჯერობით 12 ასეთი ადგილია გახსნილი მთელი თბილისის ტერიტორიაზე და უკვე 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული. გაფართოების შემთხვევაში ბუნებრივია დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება. ნუ კლიენტები მართლაც იმდენი ყავს, რომ ვერ აუტივარ ფაქტიურად და იმედია ესეც გაგრძელდება, საქმეში დროც უფრო გადის. სავაჭრო ობიექტები თქვენ სახლთან ახლოს ყოველ კვირას დილის 9-დან 15 საათამდე იმუშავებს. ახალ წლამდე თბილისის მერია ქსელის გაფართოვებას გეკმავს. ახალი სავაჭრო ობიექტების მუშაობას დღეს პირადად გაეცნო ქალაქის მერი გიგი უგულავამ. სავაჭრო ობიექტი გლდანში მოინახულა და ადგილზე პროდუქტებით შეიძინა. მისი თქმით, მსოფლიოში სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების მატების ფონზე მოსახლეობისთვის მსგავსი ობიექტების არსებობა საკმაოდ სერიოზული შეღავათი იქნება. როცა ჩვენ დავიწყეთ ბიუჯეტის დაგეგმვა 2012 წლის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მოსალოდნელი იყო პრინციპში, იყო სწორედ ძირითად საკვირპროდუქტებზე ფასების სიძვირე და ხელმისაწვდომობა და ჩვენ გადავწყვეტეთ სწორედ ამის საფუძველზე თბილისის ყველა უბანში მოგვეწყო აი ესეთი იაფი ხელმისაწვდომი კვების პროდუქტების ბაზრობა. დღეს პირველი დღეა და მე მგონია რომ ამ პროექტმა გაამართლა თბილისის ყველა უბანში ამ დღეს უკვე გახსნილია 12 წერტილი და უამრავი ხალხია, რაც ნიშნავს რომ მოთხოვნა ამგვარი ტიპის ვაჭრობაზე საკმაოდ მაღალია. დაახლოებით 100-დან 150 ადამიანი უკვე მუშაობს ამ წერტილებში, მაგრამ დამატებით ეს არის შესაძლებლობა, თუნდაც აი ვინც ხელსაქმით არის დაკავებული, მათთვის გააფართოვოს თავიანთი საქმე, შესაბამისად შექმნას კიდევ დამატებით სამუშაო ადგილი. კაინაზალადევის რაიონში ფუნქციონირებს 3 ასეთი სავაჭრო ობიექტი. ფასები არის საკმაოდ დაბალი, მომხმარებელი კმაყოფილია, რაც მთავარია. წონა არის ზუსტი, რაც მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს და მაღალხარისხიან პროდუქციას იძენენ ადამიანები დაბალ ფასებში.